გრიფით საჯარო. ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო. ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. მივესალმები რადიო ძველი ქალაქის მსმენელს და შევახსენებ, რომ ეს გადაცემა გრიფით საჯაროა. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი არის ბატონი კუბა სანიკიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, მაჟორიტარი ქუთაისიდან. მე ამ გადაცემის დღევანდელი წამყვანი კოჩო ჩხეტია გახლავართ. ჩვენ დღევანდელი გადაცემის თემა არის ბატონი კუბაზის გაცნობა ქუთაისის საზოგადოებისათვის. პრინციპში გაცნობა, ასე ვთქვათ, გასაცნობი ბატონ კუბას არაფერი ჭირს, დიდი ხანია პოლიტიკაში, ჩვენი ქალაქი და ჩვენი ქალაქის მცხოვრებლები დიდი ხანია მას იცნობენ, მის პოლიტიკურ მოღვაწეობასაც იცნობენ. ჩვენ დღეს შევეხებით ბატონი კუბაზის სამომავლო გეგმებს და ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ქუთაისში მომეტებული ყურადღებისა და ინტერესის საგანია, ეს არის ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნების საკითხი. მოკეთ, ესე იგი თქვენს პოლიტიკურ მომავალზე, თქვენს მოღვაწეობაზე საქართველოს პარლამენტში და იმ ტკივნეულ საკითხზე, რომელიც დღეს ქუთაისის საზოგადოებას აწუხებთ. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა ბატონ კუბას მოგიილოცოთ ეს წარმატება, დიდი წარმატება ცხოვრებაში. თქვენ გახდით საქართველოს პარლამენტის წევრი, თქვენ გახდით მაჟორიტარი ქუთაისიდან, ქუთაისის ამორჩეველთა უმრავლესობამ თქვენზე გააკეთა არჩევანი იმ იმედით, რომ თქვენ გარკვეულწილად დაინტერესდებით ქუთაისის პრობლემებით, ამ პრობლემების აღმოფხვრაზე თქვენი ხმა პარლამენტში იქნება ერთ-ერთი ხმამაღალი და ალბათ მიზნის მიღწევისთვისაც იქნებით მებრძოლი ადამიანი. მოდით მოკლედ მოგვიყევით, ესე იგი, ამ მიმდინარე პერიოდში, სადღაც თვენახევარია, რაც პარლამენტი შეიკრიბა, რაც დაკომპლექტდა კომიტეტები, უკვე რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაც შევიდა პარლამენტში, უმრავლესობის მხრიდან. მოკლედ მოგვიყევით ამ საპარლამენტო მიმდინარე თვის, გასული მიმდინარე თვენახევრის განმავლობაში საპარლამენტო მუშაობის შესახებ, რომ ჩვენი ქალაქის მცხოვრებთათვის, ჩვენი რადიოს მსმენელისათვის იყოს კიდევ ერთხელ შეხსენება თუ რა გაკეთდა ამ პერიოდში. მადლობთ ბატონ კოჩა. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ძველი ქალაქის მსმენელებო. ჩემთვის პატივია დღეს ვიყო ამ სტუდიაში. ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა ბოლო თვეების განმავლობაში. სანიშანსოა ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ქალაქისათვის, ქუთაისისათვის. უპირველეს ყოვლისა, მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ქუთაისის მკვიდრებს, ჩვენს თანამემამულეებს, თანამოქალაქეებს, რომლებმაც ავანსი გასცეს ჩემს მიმართ. მე მესმის ეს ძალიან კარგად მესმის, რომ ეს არის გაცემული ავანსი დობის. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქალაქისთვის იქნებს ასიკეთო შემოტრიალდეს და მოხდეს იმ პრობლემატიკის აქტუალიზება და გადაწყვეტა, რომელიც საკმაოდ დაუგროვდა ჩვენს ქალაქს, ქუთაისს. ბატონ კუბას, ხომ არ გამოყოფდით რაიმე პრიორიტეტულ პრობლემებს რიგის მიხედვით, რომელთაც თქვენ მიიჩნევთ, რომ სასწრაფო გადაწყვეტას ემსახურება და აი რიგითობის მიხედვით, რას ვთვლით პირველი რიგის პრობლემად, მეორე, მესამე რიგის პრობლემად? ესე იგი, ყოველგვარი კონკურს გარეშე არის პირველი პრობლემა, ეს არის უმუშევრობა. უმუშევრობა, საერთოდ საქართველოს პრობლემა არის ძალიან სერიოზული, მაგრამ ქუთაისში განსაკუთრებით, იმიტომ რომ ქუთაისი არის მეორე ქალაქის სიდიდით, დიდი ქალაქი არის, დრო იყო, როცა სამრეწველო ქალაქი იყო, ქუთაისი, დღეს სამწუხაროდ მრეწველობა არის განადგურებული ჩვენს ქალაქში და ძალიან ბევრი ადამიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი დარჩა ლუკმაპურის გარეშე. ქუთაისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის მოსახლეობის გადინება, ახალგაზრდობის გადინება, სპეციალისტების გადინება. ტრადიციულად ქუთაისის ბედი თუ უბედობა იყო ის, რომ ქუთაისი მთელს საქართველოს ამარაგებდა, წყალებში ვიტყვი ამ სიტყვას, ამარაგებდა საქართველოს დიდი მოღვაწეებით. თქვენ ვერ დაასახელებთ ვერცეთ დარგს, თუნდაც მეცნიერებაში, კულტურაში, თუნდაც სპორტში, სადაც ქუთაისელების წილი გადამწყვეტი არ იყოს. ფაქტიურად
მე-19 და განსაკუთრებით მე-20 საუკუნის ქართული კულტურა, ქართული მეცნიერება დგას ქუთაისში. ეს ძალიან მარტივი გასაზომია ესა, როცა თუნდაც ერთ ფაქტს მოვიყვანთ და ამით ყველაფერი ნათქვამია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თავის დროზე 14-მა დიდმა ქართველმა მეცნიერმა დაარსა და ამ 14 მოღვაწიდან 11 იყო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზია დამთავრებული. ამითი ნათქვამია ყველაფერი. ეს არ არის შემთხვევითი, ამაში დიდი კანონზომიერება დევს, რომ ქუთაისს აქვს განსაკუთრებული როლი ჩვენი ქვეყნის როგორც წარსულში, ისე აწმყოში და მომავალში მე იმედი მაქვს, რომ ეს როლი გაიზრდება, ჯერ განისაზღვრება ქუთაისის როლი, რა როლი უნდა ითამაშოს ქალაქმა ქუთაისმა მომავალი საქართველოს, მომავალი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში და ფორმირებაში. უმთავრესი პრობლემა უმუშევრობის შემდეგ ეს არის წყლის პრობლემა. ქართულ ოცნებას და მე პირადად, როცა პროგრამა იწერებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და იქ დიფერენცირებული მიდგომა იყო რეგიონების მიხედვით, ქალაქების მიხედვით, რაიონების მიხედვით. ქუთაისი არის თვითმმართველი ქალაქი, განსაკუთრებული სტატუსის ქალაქია, მოგეხსენებათ 5 თვითმმართველი ქალაქი გვაქვს ჩვენ დღეს საქართველოში, თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი და ფოთი. ამიტომ თვითმმართველ ერთეულს ქუთაისს ელემენტარულად არ აქვს წყალმომარაგება. 20 საათიანი თორემ გარკვეული ინტერვალით არ და. ეს სხვათა შორის არ არის მარტო წინა ხელისუფლებების ბრალი, ჯერ კიდევ კომუნისტების პერიოდიდანაც ქუთაისს უწყლობა აწუხებდა. ანუ ეს არის ჩავთვალოთ ასე სტრატეგიული საკითხი. თუ ქუთაისი უნდა განვითარდეს, საერთოდ ეს ასე არის მიღებული, ახლა ისტორიიდანაც ცნობილი არის, რომ ადამიანები როცა სადმე სახლდებოდნენ ხოლმე, პირველი რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, წყალი უნდა ყოფილიყო იმ ადგილზე ახლა. საქართველოს წყლის რაოდენობის მარაგი ვიცით ჩვენ, რომ ერთ-ერთი პირველები ვართ მსოფლიოში, მაგრამ ისე აეწყო ჩვენი ქვეყნის განვითარება, რომ წყლის პრობლემა აქვს ზოგადად საქართველოს და ქუთაისს განსაკუთრებით. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში აუცილებლად ამ 4 წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ის პროექტი, რასაც ქვია არა მარტო ქუთაისის წყალმომარაგება, არამედ სხვა ქალაქებისა და სოფლების, მაგრამ ამ კონტექსტში ერთ-ერთი მთავარი იქნება ქუთაისის წყალმომარაგება. ამ პერიოდში ქართული ოცნების 4 წლიანი მმართველობა და მერე ხალხი გაარკვევს დატოვოს ქართული ოცნება ხელისუფლებაში თუ არ დატოვოს, ეს ჩვენს მუშაობაზეა დამოკიდებული, იმიტომ რომ ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა, ხალხმა ავანსი გასცა ჩვენს მიმართ, ეს პრობლემა მოგვარებული უნდა იქნეს. ანუ ჩემი პირადად გუბას ანიკიძის მაჟორიტარობის პერიოდში ეს პრობლემა გადაწყვეტილი იქნება აუცილებლად. ბატონ გუბას შეგაწყვეტინებთ უკაცრავად, რა მინდა გითხოთ, თქვენ დაასახელეთ სამი პრიორიტეტული პრობლემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქალაქს, ეს არის უმუშევრობა, უწყლობა და ასე ვთქვათ, ისეთი კადრების გადინება ქალაქიდან, რომელთაც შეეძლოთ, რომ ამ ქალაქში ცხოვრება შეეცვალათ უკეთესობისაკენ. თუ გაქვთ თქვენეული ხედვა, თითეული ამ სამიდან თითეულის მოსაგვარებლად, რას ფიქრობთ მაგალითად უმუშევრობის პრობლემის აღმოფხვრაზე? რაღაც ამას თავისი მომწვევი მიზეზები აქვს და როგორ ფიქრობთ ამ მიზეზების ჩახსნას, რომ ეს პრობლემა მოიხსნას? გეთანხმებით, კი ბატონო, პრობლემა ბუნებრივად არსებობს, ახლა ეს არ არის სტიქიური მოვლენა, რომ წვიმა და ღრუბლების თავშეყრა, რომელზედა ჩვენ ზემოქმედებას ვერ ვახდენთ, ამას აქვს თავისი მიზეზები. პირველი და უპირველესი მიზეზი ამ პრობლემატიკისა, იგივე კადრების გადინებისა, იგივე წყალმომარაგებისაც ასევე ხო ეს ყველაფერი არის სამწუხაროდ ჩემ და სამწუხაროდ და რა ვიცი ქვეყნისთვისაც სამწუხაროდ თლიანად საქართველოსთვის ახალ დამოუკიდებელ საქართველოში ახალი რესპუბლიკაში რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ მეორე რესპუბლიკა დავარქვათ ასე ხო ფრანგებს 5 რესპუბლიკა აქვს მე 5 აქვს ჩვენ მეორე ასე მოგვიწია მეორე რესპუბლიკის პირობებში სერიოზულად არც ერთ ხელისუფლებას არ განუხილია ქუთაისის პრობლემატიკა. ანუ დაწყებული იგივე ეროვნული ხელისუფლებიდან, შემდეგ შევარდნაძის ხელისუფლება, მერე ნაცმოძრაობის ხელისუფლება სერიოზულად ქუთაისის როგორც განსაკუთრებული
სტატუსისა და მნიშვნელობის ქალაქის პრობლემატიკაზე სამწუხაროდ არ ყოფილა არანაირი გენერალური არც განხილვა, არც პრობლემატიკის დადება და არც ერთ მთავრობას არ ქონიან ცდილობაც კი გადაეწყვიტა ეს პრობლემები. ახლა ეს კომპლექსური პრობლემა არის, რა ფუნქცია უნდა ქონდეს ჩვენ ქალაქს. მე პირადად და ქართულ ოცნებას მიაჩნია და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან დიდი პატივი ასევე ჩვენი ქალაქისთვის, ანუ ქუთაისს უნდა დაუბრუნდეს თავისი იმთავითვე ძველი ფუნქცია, რაც ჰქონდა მას. ეს არის განათლებისა და კულტურის ცენტრი. ჩვენ გვაქვს იდეაში და ამის განხორციელებაზე უკვე ძალიან სერიოზული მუშაობა მიდის და კონკრეტულად გეტყვით რა კეთდება ამასთან დაკავშირებით. ქუთაისის საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო ცენტრად ჩამოყალიბების და ეს მარტო ქვეყნის მასშტაბით, მარტო საქართველოს მასშტაბით არა, არამედ რეგიონალური დონის პროექტზე არის საუბარი. და აი როგორ ფიქრობთ ამის მიღწევას? რა თქმა უნდა, ამის მიღწევას ჭირდება ძალიან სერიოზული ინვესტიციების განხორციელება ქუთაისში. ალბათ ძალიან ბევრმა ჩვენმა რადიოს მსმენელმა იცის, მაგრამ არიან ადამიანები, ვინც არ იცის ამის შესახებ, ხო? არის გეგმაში და ამაზე მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა, რომ ეკონომიკური დარგი საქართველოს აყვავების მთავარი საყრდენი უნდა გახდეს სოფლის მეურნეობა. მოგეხსენებათ, ამას ბევრი რამ თქმულა. ძალიან სერიოზული ინვესტიციების განხორციელება იგეგმება სოფლის მეურნეობაში. სოფლის მეურნეობას სჭირდება აუცილებლად მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და ან გადამზადება. და რატომ არ შეიძლება ამ კადრების მომზადებას მაგალითად ეყოს ის უნივერსიტეტი, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს? ძალიან ერთი ფაკულტეტის დამატება ვფიქრობ მოხსნიდა ამ პრობლემას. არასაკმარისი იქნება ეს ყველა ვარიანტში. ძალიან სახელოვანი უმაღლესი სასწავლებელია აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი, მაგრამ არასაკმარისია, განსაკუთრებით როცა ვისაუბრებ ჩვენ ტექნიკურ შესაძლებლობებზე, იმიტომ რომ თანამედროვე აქ არის თანამედროვე სოფლის მეურნეობაზე საუბარი და არა თქვათ ის სტერეოტიპი რაც არის, რომ ისევ გლეხი უნდა იყოს საყრდენი, გლეხი ვეღარ შექმნის ამას, გლეხი უნდა გადაიქცეს ფერმერად, მესაკუთრედ, რომელსაც იქნება საკუთრებაც, დაცული იქნება მის საკუთრებაც, გასაღების ბაზარიც ექნება, ტექნიკური გადაიარაღება უნდა მოყვეს ამას, ანუ ჩვენ აქ საუბარი არის. ვფიქრობთ, რომ ამ კადრების გამოზრდა სჭირდება ერთი ახალი უნივერსიტეტი კიდე და ჩავთვალოთ რეგიონში უნიკალური უმაღლესი სასწავლებელი. და როგორ გინდათ, აი მე ეს მაინტერესებს, სულ ეს მაინტერესებს, მე პირადად თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მივესალმებოდი ამ იდეას, მაგრამ რთულია, მე ვერ წარმომიდგენია როგორ გინდათ აიძულოთ მაგალითად უნივერსიტეტის მფლობელი. აი ვთქვათ მაგალითად ავიღოთ ბატონი კახა ბენდუგიძე, რომელსაც თბილისში შესაბამისი პროფილის როგორ გინდათ აიძულოთ მაგალითად უნივერსიტეტების მეპატრონეები ან თუნდაც სახელმწიფო რომ ქუთაისში აიძულოთ ისინი გადმოიტანონ ფილიალები ან შექმნან ახალი უნივერსიტეტები. არავინ არ აიძულებს ბატონ კახაბერ ბენდუგიძეს, რომელსაც სპეციფიური დამოკიდებულება აქვს ქართულ სოფლის მეურნეობასთან. ეს ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც თვლის ოფიციალურად, არც დაუმალიათ არასდროს, რომ საქართველო არ უნდა იყოს სოფლის მეურნეობის წარმოებელი ქვეყანა. ყმადაღებული სინგაპურიზაციის საკითხის ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგია არის ზუსტად კახაბერ ბენდუგიძე. არავინ არ ეკაჩება მას ქუთაისში. განაურბანიზაციის დონის მომატებას და სოფლებში თავისუფალი მიწების გამოთავისუფლებას არ გულისხმობს. ფერმერების არა, გეტყვით რა არის გასაკეთებელი, რა ჭირდება ქართულ სოფლის მეურნეობას და მე იქიდან დავიწყოთ ათვლა, ხო? პირველ რიგში ჭირდება მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სხვადასხვა პროფილის. დღეს სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში არ ვიცით რამდენი აგრონომი გვყავს. არ ვიცით. ან გვყავს თუ არა ისიც არ ვიცით. თუ გვყავს, რამდენად შეესატყვისებიან ისინი და ან მათი პროფესიონალიზმი შეესატყვისება თუნდაც თანამედროვე პარამეტრებს. როცა აგროტექნიკური უნივერსიტეტის შექმნაზეა საუბარი, ეს გულისხმობს რას? პირველ რიგში ეს გულისხმობს ინფრასტრუქტურის შექმნას. აი მივებით უკვე პარლამენტის საკითხს, ხო? ნაციონალური ხელისუფლება, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ ქუთაისში პარლამენტის გადმოტანა
გამოიწვევს ბევრი სამუშაო ადგილის შექმნას, ხო? ეს ერთ-ერთი მთავარი მოდით ისე ძალიან ჩემი თხოვნა იქნება დაუბრუნდეთ უნივერსიტეტის შექმნისაგან. აი როგორ ფიქრობთ, რომ სტიმულირება გაუკეთოთ პირადად თქვენ ბატონმა კუბაზმა, სანეგიძემ აი ახალი უნივერსიტეტის შექმნას ქუთაისში, რომელიც მოამზადებს კვალიფიციურ აგრონომებს. მე ვერაფერ სტიმულირებას ვერ გაუკეთებ, ეს არის პროგრამა, ქართული ოცნების პროგრამა. თუნდაც პარტიის პროგრამა იყოს. აი როგორ ფიქრობს პარტია ამ საკითხის მოგვარებას? პირველ რიგში პროექტირება უნდა მოხდეს და ხდება ეს, დაწყებულია ეს უკვე. მე გეტყვით ახლა, მე მგონი იცით ამის შესახებ. ყველაზე ულტრა თანამედროვე საუნივერსიტეტო ქალაქი ამ პროფილის. ეს არის ინდიანაპოლისი. შტატ ინდიანას დედაქალაქი, სადაც სოფლიოში ყველაზე განვითარებული აგროტექნიკური უნივერსიტეტი არის. ბატონ ბიძინას ჯერ კიდევ არჩევნებამდე უკვე ქონდა ინდიანაპოლისის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა ქუთაისში აგროტექნიკური უნივერსიტეტის შექმნასთან და დაპროექტებასთან დაკავშირებით შეხვედრა. ეს შეხვედრები საკმაოდ ინტენსიურია უკვე. ეს გულისხმობს რას ახლა დავიწყოთ ხო უნივერსიტეტი. პირველი რა არის აუცილებელი, რასაც თქვენ მეკითხეთ. პირველ რიგში ეს არის ინვესტიცია. ფულია საჭირო ამისთვის. და სურვილიც რა თქმა უნდა ამ ფულის პოლიტიკური ნება. ჩაბანდების აქ პირველი და უპირველესი ეს არის პოლიტიკური ნება. პოლიტიკური ნება არსებობს კაცრად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული და ეს წინა სამუშაოები უკვე დაწყებულია. შეიძლება ამის აფიშირება ნაკლებად ხდება, მაგრამ გარწმუნებთ ეს პროცესი დაწყებულია, დაპროექტება დაწყებულია. ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. წინასწარი მოლაპარაკებები ამ ამერიკელ ინვესტორებთან უნივერსიტეტის ქუთაისში დაფუძნების შესახებ უკვე მიმდინარეობს? კი ბატონო. დონეზეის მოლაპარაკებები ხომ არიცით? ეს უკვე დაპროექტების დონეზე მიდის საუბარი. ამაში ჩართული არის, ესეც მნიშვნელოვანი არის განათლების სამინისტრო, ჩვენი დღევანდელი განათლების მინისტრი ბატონი გიორგი მარგველაშვილი, რომელიც არის დავარქვათ ასე ეგრეთ წოდებული ქუთაისური პროექტის ერთ-ერთი აპოლოგეტი. გიორგი მარგველაშვილიც თვლის, რომ ქუთაისი ისევე როგორც ბატონი ბიძინა თვლის, რომ ქუთაისი უნდა გადაიქცეს საუნივერსიტეტო ქალაქად და მე როცა ვამბობ საუნივერსიტეტო ქალაქს, მე ვგულისხმობ არა რაღაცა ძველ გააზრებას, არამედ თანამედროვე ევროპულ გააზრებას. მაგალითად, როგორც არის ჰაიდელბერგი, როგორც არის კემბრიჯი, ოქსფორდი, თავის დროზეც ის ქალაქები ხო გახდნენ საუნივერსიტეტო ქალაქი. ახლა ქუთაისისთვის რა მოაქვს ამას, ხო? პირველ რიგში ქუთაისისთვის მოაქვს ძალიან დიდი ფაქტიურად გრანდიოზული ინფრასტრუქტურის შექმნა, ხო? როცა საუბარი არის ბატონ გოჩას აგროტექნიკური უნივერსიტეტის აშენებაზე და დაფუძნებაზე, საბოლოო ჯამში აქ უნდა ისავლოს დაახლოებით 12-დან 15,000 სტუდენტამდე. თქვენ ხო გესმით, რამოდენა ინფრასტრუქტურის შექმნა დაჭირდება მანამდე ამას, ჯერ უნივერსიტეტის შექმნამდე ინფრასტრუქტურაა შესაქმნა. რა ინფრასტრუქტურა არის ეს? პირველი ეს არის საცხოვრებელი ფართობის ინფრასტრუქტურა უნდა შეიქმნას. მეორე ეს არის კვების ინფრასტრუქტურა. მესამე ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებების მარტო ის უნივერსიტეტი ხო არა. აქ აშენდება ბიბლიოთეკები, ლაბორატორიები. შემდეგ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა, იმიტომ რომ მომეტებულად ქუთაისი გახდება ახალგაზრდული ქალაქი. ხო? და ეს ერთი უნივერსიტეტის აშენება მოხსნიდა ამ ხელა პრობლემას უმშევრობას თქვენ ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვნად აი წარმოვიდგინეთ, ახლა დაუშვათ ვიზუალურად წარმოვიდგინოთ. დასრულდა ლექციები და 15,000 ბავშვი გამოვიდა ქალაქში. და ელემენტარულად მათ ჭირდებათ კვება. რა თქმა უნდა, კვების ობიექტები გამრავლდება. ძალიან ბევრი. მერე დასვენების ობიექტები, ახალგაზრდობას ჭირდება დასვენება, გართობა, ხო? რამდენი ობიექტი გაიხსნება ასეთი, რამდენი ადამიანი დასაქმდება ასეთი. შემდეგ მშენებლობაზე, მარტო ამ კომპლექსების მშენებლობაზე, ხო, გრანდიოზულ მშენებლობაზე, ფაქტიურად არის საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე. საუბარი, ხო? რამდენი ადამიანი დასაქმდება ჯერ მშენებლობაზე, მერე ამ ინფრასტრუქტურების განვითარებაზე. რამდენი ადამიანი დასაქმდება. შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე ვთქვი და ვახსენე, ხო, ყოველთვის ხდებოდა ქუთაისიდან ინტელექტუალური რესურსის გადინება. ახლა პირიქით პროცესი დაიწყება. ანუ ქუთაისში დაიწყებს გადმოსახლებას, ჩასახლებას ინტელექტუალური ელიტა ქვეყნის. რატო? იმიტომ რომ უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა.
აქ ლაბორატორიები გაიხსნება, აქ ჰაი ტექნოლოგიებით, უმაღლეს ტექნოლოგიების სოფლის მეურნეობის წარმოებაზეა საუბარი. აქ არის საჯიშე მეურნეობების გაშენებაზე, ახლა ეს თვითონ ქალაქში არ მოხდება, მაგრამ მიმდებარე რაიონებში საცდელი მეურნეობებზე არის საუბარი, ხო? სანერგე მეურნეობებზე არის. შემდეგ აი იგივე სატრაქტორო და ავტოქარხანა, რომელიც აბსოლუტურად უიმედოდ არის განადგურებული. დღეს ჩვენ ქუთაისში იგივე არჩევნების დროს მე როცა შეხვედრებზე დავდიოდი, ხო, არაჩვეულებრივი კადრები გვყავს ჩვენ საინჟინრო კადრები. აბსოლუტურად უსამართლო. კი, მაგრამ ფაქტიურად ისინი უკვე დისკვალიფიცირებულები არიან ხანგრძლივი უმუშევრობის პერიოდის გამო. გადამზადებას რა უშლის? არაფერი არ უშლის. და ჯერ უნდა გაჩნდეს ინვესტიცია და შემდეგ ვიფიქროთ. ინვესტიცია თუ არ გაჩნდა ბატონო გოჩა, ახლა ჩვენ თეორიებზე გამოგვივა საუბარი. ინვესტიცია იქნება, რა თქმა უნდა. იქნება. ეს არის ძალიან სერიოზული პროექტი, რომელსაც ჭირდება წინა სამუშაოების ჩატარება. როგორ ხდება, რა პროექტირება ხდება, ხო? შემდეგ როგორ შემოდის, რა ფული შემოდის, რა ფული ჩაიდება ქუთაისში, ხო? ბატონო გუბას, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ უნდა გავიდეთ სარეკლამო ჭრას და სულ რაღაც 2-3 წუთში ჩვენ დავუბრუნდებით იგივე თემით რადიო ეთერს. სლოტ კლუბების ქსელი ლას-ვეგასი ჯერ არ ნახულ გათამაშებებს იწყებს. ყოველ პარასკევს 2000 ლარი და გრანდიოზული სუპერპრიზი ავტომობილი Hyundai Sonata. დიახ, არ მოგესმათ, Hyundai Sonata. ლას-ვეგასი, შეიგრძენი თამაშის უპირატესობა. ჩვენთან ყველა გამარჯვებულია. Elite Electronics-ში შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ტექნიკა საუკეთესო ფასად და ისარგებლეთ 6 თვიანი 0%-იანი განვადებით. ნებისმიერ ამინდში. ნებისმიერ ტრანსპორტში. რადიო ძველი ქალაქი. შეუქმნათ კომფორტი საკუთარ თავს. Elite Electronics-ში შეიძინეთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ტექნიკა საუკეთესო ფასად და ისარგებლეთ 6 თვიანი 0%-იანი განვადებით. ქუთაისში ტორპედო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ფიტნეს ცენტრი ლაგუნა. მე და ჩემი შვილი ლაგუნაზე მასაჟს ვიკეთებთ ხოლმე. აქ პროფესიონალი მასაჟისტები არიან. საცურაო აუზი, ტრენაჟორები, საუნა, მასაჟი, აქ ყველაფერია. თუ ჯანმრთელობაზე გინდა იზრუნო. თან ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი გავიცანი. ბევრთან დავმეგობრდი კიდეც. რაც ლაგუნა გაიხსნა, ჩემი კანის ფერი მუდმივად მომწონს. სოლარიუმში დავდივარ და აერობიკაზე. აქ მოდელებიც ვარჯიშობენ. მუდმივად გარუჯული ვარ. წონაშიც დავიკელი. ძალიან მომწონს აქაური გარემო. ლაგუნა როცა ჯანსაღ ცხოვრებას ირჩევ. ტელეფონი 577 12 14 31. დღის ეთერის სპონსორია სავაჭრო ცენტრი 4-იანი. სურთ შეიძინოთ სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალები ან კომფორტულად მოაწყოთ თქვენი ბინის ინტერიერი. გთავაზობთ კარბოლუქს, სამშენებლო და დეკორატიულ აგურსა და ბლოკს, სადარბაზოსა და შიდა კარებებს, შეკიდულ ჭერს, პარკეტს, შპალერს. 4-იანში ინტერიერისთვის შეიძენთ მისაღების, საძინებლის, სამზარეულოსა და აბაზანის ავეჯს, საოფისე სავარძლებსა და მაგიდებს, სანათ მოწყობილობებს. სავაჭრო ცენტრი 4-იანი, ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა ნომერი 13. მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით და ნატურალიზაციით. მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება, ან მისთვის მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს ორმხრივი ინტერესებიდან. საქართველოს კონსტიტუცია, მუხლი 12. გახდი ჩვენი მოქალაქე. რადიო ძველი ქალაქი. FM 107.9. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე. ჩვენ დავუბრუნდით რადიო ეთერს, ჩვენს მსმენელს მინდა შევახსენო, რომ ეს გადაცემა გრიფით საჯაროა. მე ამ გადაცემის დღევანდელი წამყვანი კოჭა ჭყეტია გახლავართ. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ბატონი კუბა სანიგიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი. ჩვენი გადაცემის დღევანდელი თემა არის ბატონი კუბაზის სამომავლო გეგმები პარლამენტში მოღვაწეობის მომდევნო 4 წლის მანძილზე და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქუთაისში პარლამენტის ყოფნა არ ყოფნის საკითხი. ბატონ კუბას, ჩვენ შევაჩერეთ საუბარი
იმ პრობლემების განხილვაზე, რომელიც თქვენი აზრით არის პრიორიტეტული პრობლემები ამ ქალაქის და მოვიდათ რომ ვიმსჯელოთ თუ როგორ ხედავთ თქვენ და თქვენი პოლიტიკური გუნდი ქუთაისში წყლის არარეგულარული წყლის მოწოდების პრობლემის მოგვარებას. კი ბატონო, არსებობს ორი პროექტი, ერთი მცირე, მეორე დიდი. ხო, მცირე პროექტი გულისხმობს მარტო ქუთაისის მომარაგებას, წყალმომარაგებას. არსებობს დიდი პროექტი, რომელიც გულისხმობს არა მარტო ქუთაისის, არამედ მთელი დასავლეთ საქართველოში წყლის პრობლემის მოგვარებას, როგორც ქუთაისში, ფოთში, ფოთსაც წყალი არ აქვს, ხოთაშორის, რამდენადაც არ უნდა გაეშუქებია წინა ხელმძღვანელობას, ფოთში წყალი არ აქვს. რომელ პრიორიტეტს აირჩევს დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება, ეს ალბათ ძალიან მალე გაირკვევა მთლიანად, თქვათ, კომპლექსური საკითხი დასავლეთ საქართველოს წყალმომარაგების მოგეხსენებათ, კავკასიონის ქედიდან გამოდის რამოდენიმე 1000 წყარო და მდინარე, ხო? და დასავლეთ საქართველოს ქალაქებს და სოფლებს წყალი არ გააჩნიათ. ეს შეიძლება კომპლექსში იქნას განხილული, ეს შეიძლება მარტო ქუთაისის და წყალტუბოს რაიონის პროექტი განხილული. კონკრეტულად ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას როგორ ფიქრობთ? რა არის გასაკეთებელი? ეს ახლა მაჟორიტარი დეპუტატის ამოცანა რა არის? ახლა პროექტს მე ვერ შევქმნი, არ რა თქმა უნდა, თავრობამ უნდა შექმნას. მაჟორიტარი დეპუტატის ამოცანა არის, რომ თვალი მიადევნოს ხშირად თავრობას ამ პრობლემის გადაწყვეტის საკითხი. ბატონ ვიძინას არ ჭირდება, შეიძლება აქეთ შეგახსენოს რაღაცები. ხო, თვალის მიდევნება და მონიტორინგი რამდენად პატიოსნად და რამდენად სამართლიანად და რამდენად ქვეყნის ასიკეთოთ მიდის, როგორ ტემპებში მიდის, ფული როგორ იხარჯება. ეს კი ნამდვილად მაჟორიტარი დეპუტატის ამოცანა არის და მოვალეობა არის, ხო? აქ საუბარი არის არა ძველი სისტემის განახლებაზე, თუმცა არც ეს არ არის გამორიცხული, აქ არის ფარცხანაყანების წყლის სისტემის განახლებაზე არის საუბარი, სხვათაშორის იყო აქ რამოდენიმეჯერ ფულის ჩადების მცდელობა ამ საკითხზე მოგეხსენებათ, ეს ძალიან ხარჯიანია, იმიტომ რომ წყალი რომ მოვიდეს ქუთაისში, ძალიან ბევრი რაოდენობით ენერგია ჭირდება. აქ არის თვითვარდნის პრინციპით, თქვათ, ლეჩხუმის წყლების შემოყვანა იმერეთში და კერძოდ ქუთაისში, ხო? რაჭხის პროექტი ქვია ამას, სხვადასხვა სახელები ერქვა, სხვადასხვა დროს იყო დამუშავებული ეს საკმაოდ ფრაგმენტირებული არის ეს პროექტები, მაგრამ ალბათ ამ ძველი პროექტებისა და ახალი პროექტების გაერთიანება მოხდება აუცილებლად. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ გაისად აუცილებლად უკვე ძალიან რეალური გახდება უკვე ამ პროექტის დაწყება. მომავალი წლებში. საექსპერტო დასკვნებიან რამე წინასწარი პროექტები არსებობს, ძალიან საინტერესო. ამ მიმართულებით გამიტარდეს წყლის მომარაგების პროექტის ხედვა. მექნება თქვენ რადიოში კიდევ თუ მომიწევთ, რა თქმა უნდა, ისე არ მოვალ აუცილებლად. და კონკრეტულად გვექნება, მე შევეცდები იმასაც და თქვენი სურვილიც თუ იქნება, ზუსტად იმ ექსპერტების მოწვევა შეიძლება, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს. ძველი ექსპერტების, ახალი ექსპერტების, ხო? საინტერესო იქნება. იმიტომ რომ არა მარტო პარლამენტმა და არა მარტო დეპუტატმა უნდა მიაქციოს ამას ყურადღება, არამედ ეს გამჭვირვალე უნდა იყოს. ქუთაისის მოსახლეობისთვის უნდა იყოს გამჭვირვალე და საინტერესო, ხო? ამიტომ, რა ვიცი, საინტერესო ქუთაისის მოსახლეობისთვის ნამდვილად არის უკვე დიდი ხანი. ოღონდ არა როგორც თქვათ რაღაცა ასე სიტყვებზე მონდობილი, არამედ თვითონაც უნდა იცოდნენ როგორ კეთდება, რანაირად კეთდება. ათანხები არის ესა ბატონ გუბას მოდით მაშინ ქუთაისის ცხოვრებლებს შეგიძლიათ თუ არა დღეს ამ რადიოს ეთერიდან მისცეთ დაპირება რომ 4 წლის თავზე თქვენი დეპუტატობიდან ქუთაისის წყალმომარაგების 24 საათიანი წყალმომარაგების საკითხი თლიანად იქნება გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, მე შემიძლია და ჩემი პოლიტიკური კარიერაც და ჩემი რა ვიცი განვლილი ცხოვრებაც დამოკიდებული იქნება ამაზე. აუცილებლად. აქ არ არის საუბარი ან იქნება არ არა. ეს აუცილებლად იქნება ამ 4 წლის განმავლობაში. ქუთაისს ექნება 24 საათიანი წყალმომარაგება. ბანდო გუბას, მოდით გადავიდეთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც პირადად მე და ჩემს მეგობრებს ძალიან გვაინტერესებს, ეს არის ქუთაისში პარლამენტის დატოვების საკითხი. ვფიქრობთ ჩვენ მიგვაჩნია რომ პარლამენტის გადმოტანა ქალაქ თბილისიდან ქუთაისში იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც შეუძლია ქუთაისის წინსვლას საკმაოდ
კარგად შეუწყოს ხელი მის სტიმულები, რაღაც პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური საკითხების განვითარების და სტიმულირების საკითხები. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი თქვენს პოლიტიკურ გუნდს, როგორ მიაჩნია, ან თუ ფიქრობს მე რაღაცა თუ მგონია, რომ თქვენ ხართ მომხრე ქუთაისთან პარლამენტის თბილისში გადატანის, აი რით ასაბუთებთ არამიზან შეწონილობას ქუთაისში პარლამენტის არსებობის და რა აუცილებლობა არსებობს ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში დაბრუნების? აქ ჩვენ უნდა გავყოთ ორი რამ. ერთი ქუთაისი იქნება თუ არა ქუთაისში პარლამენტი და მეორე აბსოლუტურად განსხვავებული საკითხი არის იქნება თუ არა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი. რა განსხვავება ამაში? ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუცია გულისხმობს ერთ რამეს. მისი საკანონმდებლო ორგანო, რომლის წევრებიც არიან დეპუტატები, ხო? ვართ დეპუტატები. რომ შევიკრიბებით ჩვენი შეკრებას და გადაწყვეტილებების მიღებას ექნება თუ არა ლეგიტიმაცია, აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომელ ადგილზე შევიკრიბებით, ხო? დღეს ქართულ კონსტიტუციაში წერია, რომ ლეგიტიმური არის პარლამენტის მუშაობა მარტო ქალაქ ქუთაისში. თბილისში 150 დეპუტატი რო შევიკრიბოთ ამ ცხეთაში ან ფოთში, ჩვენი გადაწყვეტილება არალეგიტიმური იქნება. ეს რა თქმა უნდა ბუნებრივიც არის, ხო? ხო, ამიტომ ვამბობ, მე პარლამენტი იქნება თუ არა ქუთაისში, ეს ერთი საკითხია და საპარლამენტო ქალაქი იქნება თუ არა ქუთაისში, ეს კიდე მეორე საკითხია. და ამ случае საკონსტიტუციო ნორმით პარლამენტის მისამართია მხოლოდ ფიქსირებული და არა ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად. დღეს საკანონმდებლო ნორმით ლეგიტიმური პარლამენტის შეკრების ადგილი მისამართი, მხოლოდ მისამართი მარტო ქუთაისი. და რა უნდა მოხდეს, რომ რა უნდა ყოფილიყო კონსტიტუციაში, რომ ქუთაისის საპარლამენტო ქალაქად ყოფილიყო დაფიქსირებული? ძალიან მარტივი არის. დღეს ჩვენ ვიცით, რომ ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქი. კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ცვლილება, სადაც ჩაიწერება, რომ საპარლამენტო ქალაქები არის ქუთაისი და თბილისი. ანუ ქუთაისი თავის საპარლამენტო ქალაქის სტატუსს ყველა ვარიანტში დაიტოვებს. არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული სეზონები, ახლა პარლამენტის შეკრებებს აქვს თავის სეზონი, საგაზაფხულო სეზონია, საშემოდგომო სეზონი არის, ხო? არ არის გამორიცხული, რომ დაისვას ასეთი საკითხი, თუმცა ეს დამუშავებული საკითხი ჯერ არ არის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ხან თბილისში შეიკრიბოს, ხან ქუთაისში შეიკრიბოს. ბატონ კუბას, ეს იდეა მხოლოდ თქვენ გეკუთვნით, თუ ამ იდეას გარკვეული მომხრეები და თანამზრახველები ხვანან საქართველოს პარლამენტში? ქალაქად ქუთაისის დატოვებას ყველა ვართ ჩვენ ამისი მომხრე. არავინ არ აპირებს. როდესაც თქვენ ეხლა ბრძანეთ ყველა, ამ ყველაში ვის გულისხმობთ ბატონ კუბას? მე ყველას ქართულ ოცნებას. დღევანდელ მართლ პარტიას, მათ შორის ბატონ ბიძინასაც გულისხმობთ? თulis რომ ქუთაისი უნდა დარჩეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი. ანუ საქართველოში ორ ქალაქს ექნება მარტო ასეთი სტატუსი თბილისი და ქუთაისი. ახლა რატომ არის საშური პარლამენტის მუშაობა ისევ თბილისში გაგრძელდეს? ბატონ გოჩა, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემები. ერთი არანაირი საპარლამენტო ინფრასტრუქტურა ქალაქში არ არის. ხომ შეიძლება შეიქმნას? მომისმინეთ. აქ ჩვენ გვაქვს ადამიანებთან საუბარი. აი მაგალითად მარტივი შეკითხვით დავიწყოთ, ხო? ვინ მუშაობს დღეს ქუთაისის პარლამენტში? თბილისიდან ჩამოყვანილი მოწვეული სპეციალისტები და აპარატის თანამშრომლები. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სერიოზული არგუმენტია? რატომ არ შეიძლება ამ კვალიფიკაციის შესაბამისი ადამიანები მოიძებნონ ქუთაისში და ისინი იქმნენ დასაქმებული ქუთაისის პარლამენტის შენობაში? მოგახსენებთ, აი ჩემი კომიტეტი ავიღოთ პირადად, ხო? ქართული ისა კავკასიისა და დიასპორის საკითხების კომიტეტი. მე კომიტეტის ხდომას ვერ ვატარებ, ბატონ გოჩა, იმიტომ რომ მე მჭირდება სპეციალისტები მოვიწვიო. მე მჭირდება მოვიწვიო სპეციალისტები თბილისიდან, იმიტომ ქუთაისში. რატომ გონიათ? იქნებ გამოაცხადეთ კონკურსი, იქნებ ქუთაისშიც მოიძებნოს. ერთი წუთით რა, არ ამგონია ახლა მე ქუთაისში ვინმე უფრო მეტი ინფორმაცია კონდეს კავკასიის საკითხებთან დაკავშირებით, ვიდრე მამუკარეშიძეს. არ ამგონია. თუ ასეთი ადამიანი კონტაქტები კონდეს, მაგალითად, აქ არის სპეციფიური საკითხები არის, ხო? ეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე გადის. აი მაგალითად, ხო? დღეს მაგალითად მე მქონდა აზერბაიჯანის ელჩთან შეხვედრა, რომელიც
ჩამოვიდა ქუთაისში, 2 დღის განმავლობაში იყო ქუთაისში, შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, შეხვდა მე, მქონდა შეხვედრები და რა არის ამაში ცუდი ბატონო? არაფერი, ერთ წუთით. ფული იხარჯება ბევრი და არაერთი აზერბაიჯანული ფული. არა, ერთ წუთით. ჩვენ ფული იხარჯება, აი გეტყვით. ბინის ქირის საკითხი. 150 დეპუტატს დამატებით 500 ლარს უხდის სახელმწიფო, რომ აქ ბინა დაიქირაოს და 1013 ადამიანს ასევე რომლებიც თბილისიდან ჩამოიყვანეს და რატომღაც აქ ადგილობრივი კადრი არ მოიძებნა, ასევე 400 ლარს ეს ტექნიკურ პერსონალზე საუბარი. ტექნიკურ პერსონალზე. აქ არის დაახლოებით წელიწადში სადღაც 12 მილიონამდე მარტო ეს დამატებითი ხარჯი გამოუჩნდა ქვეყანას. მარტო ეს. მერე არის სერიოზული დისკომფორტი რასთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, საელჩოები არის საქართველოს დედაქალაქში. თბილისში, ხო? დიახ. პარლამენტ არის ეს ახლა აიდაია არის და ამბანი არის, ხო? პარლამენტ არის 60-ან. ბატონო გუბა, საელჩოებმა, უცხოური ქვეყნების საელჩოებმა უნდა ჩვენ უნდა ვიაროთ, ასე ვთქვათ, მათ ხასიათზე თუ მათ უნდა შეუწყონ ერთი წუთით რა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას. ფეხი. მოდი მაშინ სუთავიდან დავიწყოთ. ქუთაისში რო დედაქალაქი ისა პარლამენტი გადმოვიდა, საქართველოს მოსახლეობა შეეკითხნენ. მე ვარ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, მე ვარ ქუთაისელი კაცი, აქ დაბადებული, აღზრდილი და აქაური კაცი ვარ, ხო, მაგრამ თქვენ ფიქრობთ პლებისციტი ან რაღაც ესეთ დიდი კვლევა უნდა ჩატარებული? მისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა. თქვენ წინააღმდეგი წახვიდოდით? მე შევხედავ სტრატეგიული თვალსაზრისით როგორც პოლიტიკოსი. საქართველოს დედაქალაქი უნდა იყოს აღმოსავლეთ საქართველოში. ეს იცოდა დავით აღმაშენებლიდან მოყოლებულმა ყველა დიდმა მესვეურმა ქვეყნის. არ ამგონია ახლა დავით აღმაშენებელზე დიდი ქუთაისელი ვინმე დაბადებული იყოს ამ ქვეყანაზე. იცით როგორ არის? თუ დაუკვირდებით ჩვენი ისტორიის განმავლობაში, როცა ქუთაისში იყო დედაქალაქი, ქუთაისში დედაქალაქის გადმოტანა იყო ქართველი მეფეებისათვის იძულებით იქმედება. როცა ქვეყანა იყო გაჭირვებაში, ქუთაისი იყო ყოველთვის მარქაფა დედაქალაქი დავარქვათ ასე. მერე ისევ ბრუნდებოდა თბილისში ყოველთვის, ხო? საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ახლა მე ამას ვერ დავაკონკრეტებ, იმიტომ რომ რადიოში გამოდივარ, საჯარო განცხადება არის და ამიტომ როგორც ყველაფერი არ იჭმევა, ისე ყველაფერი არ ითქმევა, ხო? საქართველოს დედაქალაქი, საქართველოს სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა იყოს. უბას მე უკვე ხვდები თქვენ რა მიზეზებით წარმოიდგინეთ, რომ დასახელებასაც ერიდებით, მაგრამ ის მიზეზები ხომ აღმოიფხვრა, რის გამოც არა, ჩემო კარგი. გარკვეულ ეპოქებში იყო დაკარნახევი გადატანის საკითხი. დედაქალაქის ცოტა მიუახლოვდები კონკრეტიკას, მაგრამ დავარქვათ ასე, ხო? საქართველოს საგარეო საფრთხეების უმრავლესობა უფრო აღმოსავლეთ საქართველოში აქვს, ვიდრე დასავლეთ საქართველოში. დიდი ცენტრი არის თბილისი, ხო? მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოს დედაქალაქის აღმოსავლეთიდან რა საფრთხეები მოდის? ნუ აღარ უფრო ჩრდილოეთიდან ხომ არა გვემუქრება საფრთხეები. პოტენციური საფრთხეები არსებობს. მე არ ვამბობ, რომ ეს დღეს აქტუალიზებულია, მაგრამ ხვალე შეიძლება აქტუალიზებული გახდეს. ბატონო გუბას ერთ შეგეკითხები. ბატონო გოჩა დავასრულებ ერთ წუთს რა. ქუთაი, მოდით ვთქვათ ასე რა, ჩვენ თუ შიგნით შიდა ეროვნული თანამშრომლობის უნარი არ მოვიპოვეთ, ქუთაისში რო გადმოვიტანეთ ჩვენ დედაქალაქი თბილისელებს ვკითხეთ. არა და თბილისში ცხოვრობს 1.5 მილიონი ადამიანი. ხო? ქუთაისში ცხოვრობს 150,000. ცხეთელებს ვკითხეთ, გორელებს ვკითხეთ, თელაველებს ვკითხეთ, ზუგდიდელებს ვკითხეთ, ბათუმელებს. და თქვენ დარწმუნებული პროვინციის მცხოვრებლები წინააღმდეგნი წავლენ ქუთაისში გადმოტანას. იქნებ ჩავატაროთ რაღაც ნაციონალური გამოკითხვა და დავაზუსტოთ სავსებით შესაძლებელია. მე მაგალითად წინააღმდეგი ვარ ახლა ამის ჩატარების, იმიტომ რომ ნუ კატასტროფულად წააგებს ქუთაისში. რატომ გონიათ რომ წააგებს? ნუ დარწმუნებული ვარ ახლა ამაში, ახლა ეს საკამათო თემაც არა. ბატონ გოჩა და ყველას მე ჩვენს რადიომსმენელებს მიმართავ რა. დღეს საქართველოს პარლამენტი ვერ ფუნქციონირებს. ეს არ არის ფუნქციონირება. არანორმალურად გაზრდილი არის ხარჯები ფუნქციონირებისთვის, ხო? აი მაგალითად მე პირადად რამდენია ეს ხარჯი რომ რა ხარჯით მოიმატა? ძალიან ბევრია. ხარჯმა ქუთაისში პარლამენტში. აი გეტყვით მაგალითად მილიონებში, მილიონ ლარებში თუ შეგეძლიათ. თბილისის ეს რამოდენიმე ათეულ მილიონზე 40 მილიონი ჭირდება კიდე იმ შენობას.
რომ რაღაცა არა 40 მილიონი ჭირდებენ თუ გარშემო შეხედეთ როგორ ვითარება 24 საათის განმავლობაში წყლის საქაჩი მუშაობს რომ არ დაიტბოროს ის შენობა ის შენობა საერთოდ ლეგენდარული საკითხია 360 მილიონზეა საუბარი უკვე 360 მილიონი ლარი რო დაეხარჯა წყალმომარაგების და ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დღეს ჩვენ წყალმომარაგებაზე არ ვილაპარაკობთ იმერეთის 12 რაიონს ექნებოდა წყალი და ექნებოდა გზა მათ შორის ქუთაისაც 360 მილიონი არის გადაყრილი აბსოლუტურად უგემოვნებო და არაფრის გამკეთებელ შენობაში ჯერ გემოვნებაზე არ დაობენო ამბობენ მაგრამ თქვენ შიგნით იმ შენობაში ხართ ნამყოფი კი ვიყავი წინაპირაში აი მე სადაც ვზივარ ჩემი კაბინეტი სადაც არის ჩემი აპარატი რომელთანაც მე მუდმივი კონტაქტი მაქვს სულ საბუთი მჭირდება სულ რაღაცის გაგზავნა მჭირდება სულ რაღაცა საბუთი ჩემი აპარატი ზუსტად 300 მეტრში ზის ანუ აპარატის უფროსი რომელსაც მე დღეში სუცოტა 10ჯერ 15ჯერ მაინც მჭირდება მასთან კონტაქტი გადაამრავლეთ ახლა 300 მეტრი ანუ წასვლა-წამოსვლა 600 მეტრი გადაამრავლეთ რამდენს დადეს ის ანუ არაეფექტური აი ცოტა შენობა საკმაოდ დიდია და იქაც ვფიქრობ რომ ბევრი გადასაადგილებელი ახლა უნდა გავცე ბატონი დავით უსუფაშვილი დავით უსუფაშვილმა თქვა როცა ჩვენ ჩამოვედით ჯერ არ ვიყავით შემოსულები შენობაში და დავათვალიერეთ შენობა დავით უსუფაშვილმა თქვა ასეთი შეკითხვა დასვა დამისახელეთ თუნდაც ერთი არგუმენტი რომ ამ შენობაში პარლამენტი უნდა დარჩეს და მე ყველაფერს გავაკეთებ რომ დარჩეს ამ შენობაში პარლამენტი ბატონ გუბას ჩვენი დრო საერთო დრო ამოიწურა მოვიყვანეთ ვერავინ ბატონ გუბას კაცად რეგლამენტირებული გვაქვს დრო და ჩემი თხოვნა იქნება აი ჩემი შემოთავაზება იქნება პირადად როგორც ამ გადაცემის სამყარის მომდევნო 4 შაბათს თქვენი სურვილის არსებობის შემთხვევაში ვერ მოახერხებ წინასწარ როდისთვის აი 4 შაბათს შეგიძლიათ თქვენ მოახერხოთ სტუმრობა ჩვენს რადიოში ამ გადაცემაში და მინდა შემოგთავაზოთ თქვენთან ერთად იყოს ნაციონალური მოძრაობიდან თქვენი ოპონენტი ამ საკითხთან დაკავშირებით და ამ რადიოს სტუდიაში ღია ეთერით გაიმართოს ღია დისკუსია პარლამენტის ქუთაისში დატოვების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. ბატონო გოჩა მერწმუნეთ მე თქვენ ნაცმოძრაობაში ერთადერთი ადამიანია აკაკი ბობოხიძე რომელიც ამას ენერგიულად უჭერს ხარ სწორედ ბატონი აკაკისაც მოვიწვევ ხო არა ერთ წუთით რა მარტო აკაკი ბობოხიძეს მასზე ვერ იქნება ეს საკითხი ხო აქ არის სერიოზულ თემატიკაზეა საუბარი რაღაცა გაუაზრებ აი მოდი ვთქვათ პარლამენტის გადმოტანამ რა მოგება მოუტანა ქუთაისს სამუშაო ადგილები გაჩნდა ქალაქში არ გაჩენილა ხო? როგორ არა გარკვეული ფინანსური რამდენი ახლა მე ალტერნატივას გისახელ სად 150 დეპუტატის ჩამოსვლა აქა და სად 15000 სტუდენტის ჩამოსვლა სად უფრო მეტი ბატონო გობა ჩვენი გადაცემის დრო მთავრდება და ძალიან დიდი თხოვნა მექნება რომელიმე 4 შაბათს მოახერხოთ თქვენ და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთან ერთად წინასწარ დისკუსია გავმართოთ ამ საკითხთან დაკავშირებით სადისკუსიო თემა არ არის იქნებ მოწინააღმდეგე მხარეს აქვს გარკვეული ხელშესაჯდები არგუმენტები, რომლითაც დასაბუთდება ქუთაისის პარლამენტის დატოვების მიზანშეწონილობა. არა, ჩემო კარგო, არანაირი საბუთი ამისა. წინასწარ რა იცით, იქნებ არსებობს ასეთი. იმიტომ ნასაუბრად, ახლა ბატონ გოჩა, მე არ ვაპირებ, ახლა წყლის ნაყვაში შევიდე ნაცმოძრაობასთან, იმდენი საქმეა გასაკეთებელი. ქალაქშიც და ქვეყანაშიც რა. და დემაგოგიის მოსმენა რომ აი იცით როგორ არის ნაცმოძრაობის წარმომადგენელი და აი თქვენ არ გიყვართ ქუთაისს მეტყვის ამას და მე ნუ რაღაცა უნდა იმას აქვნა პასუხი გავწე ხო მათ არც ქუთაისი უყვართ და არც ქვეყანა არ უყვართ კაცო ქუთაისის სიყვარულისთვის კი არ გადმოიტანეს პარლამენტი ძალიან მარტივად თბილისის იძულვილისთვის გამოიქცნენ აქეთ და რამე რომ მომხდარიყო არჩევნების ეს იყო დიდი პროექტი ჩემო კარგო გაყალბებული არჩევნების შემდეგ თბილისში რომ დაიწყებდა ხალხი გამოსვლას ამათ უნდათ რიკოთის ჩაკეტვა და ქუთაისში გამაგრება ეს არის ცხადზე უცხადეს ჩემო კარგო რამეს კი არ ვაბრალებ ბატონო გუბას მეც და თქვენს ორივე ქუთაისლები ვართ ქუთაისლები ვართ მაგრამ პირველ რიგში ამ ჩვენი ქალაქის კეთილდღეობისათვის ქუთაისი მე იმიტომ მიყვარს რომ ის არის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი ქალაქი მაგრამ ჩემთვის მთავარი არის საქართველოს ინტერესები მე გეუბნებით რა საქართველოს მოსახლეობის მოსაზრება გათვალისწინებული არ იქნა ხო
არ იქნა გათვალისწინებული. ჩატარდეს გამოკითხვა. ნაციონალური გამოკითხვა. ეხლა თქვენ ჩაატარეთ, იმიტომ თქვენ საწინააღმდეგო გადაწყვეტილებაზე. შეიძლება უფრო ცუდი შედეგი, გულის აცრუება შეიძლება მოხდეს. ბატონ გუბას მანიშნებს ოპერატორი რომ ჩვენ უნდა დავტოვოთ ეთერი. ქუთაისის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ამის მომხრე არ არის. როგორ გეკადრებთ? მე მაქვს მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანს გაჩვენებთ, რომლებიც და ეს რადიო ძველმა ქალაქმა ჩაატარა სოციალურ ქსელში გამოკითხვა. მაშინ ბათუმში ჩაატარა და ჩავატაროთ. ხომ შეიძლება და თქვენ მაგალითად ფიქრობთ რომ არა, ხო მე გეუბნებით რომ მომხრეები უმეტესობაში იმდენი პრობლემატიკა აქვს ჩვენ ქვეყანას ახლა ქუთაისში. მე გეტყვით საწყენათაც არავინ არ უნდა მიიღოს. ქუთაისში იქნება თუ არა პარლამენტი, ეს არ არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყნის. ამ ქვეყანას გაცილებით უფრო დიდი ქუთაისისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. არა, არც ქუთაისისთვის არის ფუნქციის შეძენა. ბანო გუბას მანიშნებენ უნდა დავტოვოთ ეთერი, დიდი მადლობა მინდა გითხრათ სტუმრობისათვის. დავემშვიდობოთ ჩვენი ქუთაისის რადიოს ძველი ქალაქის მსმენელებს მომავალ შეხვედრამდე. გრიფით საჯარო, ჩვენ არ ვამჯობინებთ დუმილს, ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც ჩვენ ცხოვრებაზე გავლენას ახდენს. ჩაერთე, მოიფიქრე, დაინტერესდი, მოგვაწოდე იდეები და თემები. გრიფით საჯარო, ჩვენ ვსაუბრობთ ყველაფერზე.